ბოლო დღეებში გავრცელებული კადრები მხოლოდ მორიგი მძიმე ვიდეო არ არის. ეს არის სურათი, რომელშიც ხელისუფლების ბუნება ჩანს. არა ბრიფინგებსა თუ საპარლამენტო ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადებებით, არა პრეს რელიზებით, არამედ იმით, როგორ ექცევა სახელმწიფო ადამიანს მაშინ, როცა ფიქრობს, რომ არავინ უყურებს, ან ფიქრობს, რომ მარტო თვითონ უყურებს. ფორმულამ და პირველმა საზოგადოებას აჩვენეს პოლიციელების ძალადობის ფაქტები ქობულეთის პოლიციასა და მანამდე გორში. კადრები მძიმეა არა მხოლოდ სისასტიკით, არამედ იმ განცდითაც, რომ ეს არ გავს შემთხვევით გადაცდომას. ეს გავს წესად ქცეულ დამოკიდებულებას. დაკავებული, პატიმარი, მოქალაქე, უკვე აღარ არის ადამიანი, რომელსაც ღირსება აქვს. ის არის ობიექტი, რომელზეც ძალაუფლება ველურ ჟინს იცხრობს. ირონია კი ისაა, რომ სწორედ ციხის კადრების შოკის ტალღაზე მოვიდა ხელისუფლებაში ივანიშვილი და ქართული ოცნება. მაშინ მთავარი პოლიტიკური დაპირება იყო აღარასოდეს დამამცირებელი მოპყრობა, აღარასოდეს პატიმრის ღირსების ფეხქვეშ გათენვა. აღარასოდეს ძალადობა სახელმწიფოს სახელით. წლების შემდეგ მივიღეთ ხელისუფლება, რომელმაც ძალადობა ჯერ სიტყვაში დაამკვიდრა, ლექსიკაში. პოლიტიკა სიძულვილის, დაცინვის, დამცირების ენით შეცვალა. მერე ეს ენა ქუჩაში გადაიტანა. აქციების დარბევებში, მოქალაქეების ცემაში, დაკავებულების შეურაცხყოფაში, ქალების დამცირებაში, ჟურნალისტებზე თავდასხმებში. სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ ძალადობა არც მხოლოდ ქუჩის ეპიზოდია და არც მხოლოდ ცალკეული პოლიციელის გადაცდომა. სისტემურობა სწორედ იქ ჩანს, სადაც ხელისუფლება არა მარტო არ ზჯის ძალადობის ენასა და ქცევას, არამედ ხშირად აწინაურებს კიდეც მათ, ვინც ამ ენას ქმნის ან ამართლებს. სისასტიკე და შეურაცხყოფა პოლიტიკურ კარიერას აღარ უშლის ხელს, პირიქით. უმეტესად სწორედ ასეთ ლექსიკას, ასეთ ქცევას, ასეთ ერთგულებას მოაქვს თანამდებობა, ჩინი, ორდენი, გავლენა და ფული. ამიტომაა, რომ პრობლემა მხოლოდ ის არ არის, თუ კონკრეტულად ვინ დაარტყა, ვინ უყვირა, ვინ შეაგინა, ვინ შეაფურთხა, ვინ დაამცირა. პრობლემა უფრო მძიმეა. რა ტიპის სისტემა მისცა ამ ადამიანებს განცდა, რომ ასე მუქცევა შეიძლება. ვინ ასწავლა, რომ მოქალაქის დამცირება ძალაუფლების განხორციელების ფორმაა. ვინ დააჯერა, რომ თუ რეჟიმს ემსახურები, შენი სისასტიკეც დამსახურება ჩაგეთვლება. ამ ფონზე განსაკუთრებით თვალშისაცემია საზოგადოების ერთი ნაწილის სიჩუმე, რომელიც თითქოს ბევრ რამეს ვერ ამჩნევს. აი, როცა შეეკითხები, პასუხობს, რომ ტელევიზორს არ უყურებ. არადა ბოლო მოდელის ტელეფონს ხელიდან არ აგდებს. მის არც ტელევიზორში და არც მობილურში არ ჩანს პატიმარი, რომელსაც უმიზეზოდ თავისუფლება წაართვეს. არ ჩანს სტუდენტი, რომელიც ლექციიდან ბორკილები წაიყვანეს. არ ჩანს 70 წლის დევნილი პენსიონერი, რომელსაც ტროტუარზე დგომისთვის ჯიან. არ ჩანს ადამიანი, რომელსაც სახელმწიფომ ღირსება წაართვა და მერე პროპაგანდამ კიდევ ერთხელ დაამცირა. ეს არის მორალური ახლომხედველობა, მორალური მიოპია, როგორც ამოვლენას ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა უწოდა. როცა საზოგადოება ხედავს მხოლოდ იმას, რაც მისი უშუალო კომფორტის საზღვრებშია, მაგრამ ვერ ხედავს სხვებზე მოძალადე სისტემას, რომელიც ხვალ მასაც აუცილებლად შეეხება. ძალადობრივი სახელმწიფო ყოველთვის ასე იწყებს. ჯერ სხვას წემენ, სხვას ამცირებენ, სხვას აშინებენ, მერე საზოგადოებას აჩვევენ, რომ ეს საჭიროა, დაიმსახურა, პროვოკაცია იყო. ბოლოს კი ძალადობა აღარ არის გამონაკლისი, შერჩევით. ის მართვის მეთოდად ყალიბდება. ამიტომ ამ კადრებზე პასუხი მხოლოდ რამდენიმე დაკავებული პოლიციელი ვერ იქნება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ დასჭირდა სახელმწიფოს წლები ასეთი დანაშაულის გამოსავლენად. რა პასუხისმგებლობა დაეკისრათ მათ უფროსებს. როგორ ხდება, რომ მსგავსი ფაქტები მხოლოდ მაშინ ხმაურდება, როცა ვიდეოს დამოუკიდებელი მედია ავრცელებს. რამდენი ასეთი ამბავი არ არსებობს, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ კამერა არ იყო. ხელისუფლება, რომელიც ძალადობას სისტემურად ამართლებს, ამ ფარავს, ბოლოს თვითონ ხდება ამ ძალადობის მძევალი.
რადგან ავტორიტარულ მმართველობას სხვა საყრდენი აღარ რჩება. არც ნდობა, არც სამართლიანობა, არც იდეა, არც თავისუფალი ინსტიტუტები. რჩება მხოლოდ ში. ამიტომ მან ვიტყვით, რომ ადამიანის ღირსება არ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ან შევეგუებით ქვეყანას, სადაც ძალა კანონსა და სამართლიანობაზე მაღლა დგას, ხოლო მოქალაქე ყველა უკლებლივ იმ ერთი თვითგამოცხადებული გროსმაისტერისა და მისი ოჯახის გარდა მონსტრად ქცეული სახელმწიფოს წინაშე დაუცველია. ციხის კადრებით მოსული ხელისუფლება დღეს თვითონ დგას იმავე კითხვების წინაშე, რომლებითაც ოდესღაც სხვებს ასამართლებდა. ოღონდ ახლა პასუხი უკვე მის განცხადებებში კი არა, იმ კადრებში ჩანს, რომელთა დამალვასაც ვეღარ ახერხებს. ჰანა არენტის დაკვირვებით ძალადობა იქ ჩნდება, სადაც ნამდვილი ძალაუფლება სუსტდება. ამიტომ ეს კადრები ძალადობრივი კანონმდებლობა და მისი ძალადობრივი აღსრულება ხელისუფლების სიძლიერეს კი არ აჩვენებს, მის შიშზე მეტყველებს. რადგან ხელისუფლების ნამდვილი საზომი ის კი არ არის, რამდენ ადამიანს აშინებს, არამედ ის, რამდენად სჭირდება ადამიანების დაშინება, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.